თუ გინდა რომ შეგავითრონ, ევროპაში წადი. თუ ხალი ხარ და გინდა რომ ქუჩაში გამოგედოვნონ, ევროპაში წადი. თუ გინდა იყო ადამიანი, რომელსაც ქუჩაში თავისუფლად ვერ ივლის, ისე რომ ვინმე არ გამოეკიდოს და არ შეაშინოს, მაშინ ევროპაში წადი, რადგან ეს კადრები დაუჯერებელია. ეხლა მე ვეძებდი ვიდეოებს, სადაც ქალებს ავიწროებენ და ვფიქრობდი ჩვენთვის, რომ ალბათ ძნელი იქნებოდა ამის პოვნა. სამწუხაროდ, მე შევძელი 1000 ვიდეოს პოვნა, 1000 ვიდეოს. ერთი სწრაფი ძებნით, სადაც გოგონები უბრალოდ ქუჩაში დადიან. დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, მთელ ევროპაში და ადამიანები და როცა ვამბობ ადამიანებს, გულისხმობ იმიგრანტებს, მისდევენ მათ და აშინებენ ისე, რომ სულს უხდიან. ვერ ვიტან იმას, რაც ხდება, რადგან შენ უნდა გქონდეს უფლება ქუჩაში ისე იარო, რომ სიცოცხლის შიში არ გქონდეს. მოემზადეთ, რადგან თქვენს გაგიჟდებით როგორც მე. სხვათა შორის მოგესალმებით pushback-ში. მე მქვია მეირა კეი, თქვენი წამყვანი ვარ. არ დაგავიწყეთ გამოწერის ღილაკზე დაჭერა. უი, ძალიან გაღიზიანებული ვარ. თუ ვინმე ჯერ კიდევ გონია, რომ გოგონებისთვის სირბილი უსაფრთხოა, ახლა ხან გაუარე კაცს, რომელსაც სასქესო ორგანო მოშიშვლებული ქონდა. ბოდიში თუ ჩემი ოჯახი მისმეს ამას. ის მთელი გზა პირდაპირ მე მიყურებდა და მე ეს მხოლოდ ბოლო წამს შევამჩნიე. ეს არ მოგვიგონია, მართლა ასეა. ეს ნამდვილად ხდება. გულისხმობ თუ გსურთ სირბილზე წასვლა და არ ვიცი, უყუროთ ლამას ანახაობას, როგორ იღებს კაცი თავისას და აკეთებს რაღაცას, მაშინ წადით ევროპაში, მეგობრებო. მოდი კიდევ ერთ ხალს მოусმინოთ. კარგი, არ მეგონა რომ ამას ოდესმე გადავიღებდი, მაგრამ ძირითადად არაფერი მომხდარა მართლა. უბრალოდ ლონდონში ვსეირნობდი და საკმაოდ ხალხმრავალ უბანში ვცხოვრობ, ერთ-ერთ მთავარ გზასთან ახლოს. და თავიდან შევამჩნიე, რომ ერთი ბიჭი გზის მეორე მხარეს იყო და თითქოს ჩემს მიმართულებას და სიჩქარეს მიყვებოდა. ყურსასმენები მეკეთა და უბრალოდ ვსვენებდი. მერე გადავედი გზაზე, მის მხარეს. ის ალბათ დაახლოებით 40 იარდით უკან იყო, მაგრამ მერე შევამჩნიე, რომ ისევ მომყვებოდა. ამიტომ შევედი Apple-ის მაღაზიაში, რომ ცოტა ხნის დავმალულიყავი მისგან, ასე ვთქვათ. მერე მაღაზიაში უფრო შიგნით შევედი, რადგან არ მინდოდა, რომ მაშინვე დავენახე. კარისკენ ვიყურებოდი და ისიც შემოვიდა მაღაზიაში, თან ასე იხედებოდა აქეთ-იქით. მე კი ბოცა მოვეფარე და ნელა ფრთხილად გამემართე გასასვლელისკენ, სანამ ის შემოდიოდა. სინამდვილეში მაღაზიიდან არ გავქცეულვარ, მაგრამ ძალიან სწრაფად გამოვედი, რაც შეიძლებოდა მალე გადავკვეთე გზა და უკან დავბრუნდი იმ მიმართულებით, საიდანაც მოვდიოდი. დავაპაუზოთ ერთი წამით. თქვენგან რომელი მყოფილა ასეთ სიტუაციაში? ან ქალები, ვინც ამას უყურებთ. თუ თქვენ არ ყოფილხართ ასეთ სიტუაციაში, როცა ვიღაცა უსიამოვნოდ გდევნით ყველგან, სადაც მიდიხართ, ეს საშინელებაა. მაგრამ დავუშვათ ერთი წამით, რომ თქვენ არ ყოფილხართ ასეთ სიტუაციაში. იცნობთ გოგონებს, რომლებიც თქვენთვის ძვირფასია. ხავთ ქალიშვილები, რომლებიც განსაკუთრებით გიყვართ. ცოლები, შეყვარებულები, დედები, რომლებიც ლონდონის ქუჩებში დადიან. უბრალოდ წარმოიდგინეთ, კაცი გადაწყვეტს, რომ თვალი დაადგას მას და გახვეს. ის ცდილობს უკან დაიხიოს. მაღაზიაში შედის, ცდილობს მოშორდეს და ის მაინც მისდევს. მინდა რომ იგრძნოთ, როგორ გიდუღდება ცისხლი, რადგან ეს მხოლოდ მისი ისტორია არ არის. ეს მილიონობით ადამიანის ისტორია, რომლებიც ესეთ გამოცდილებებს გადიან და ამის შესაჩერებლად არაფერი კეთდება. ესე რომ მოდით გაგვიდუღდეს ცისხლი. და ყოველ წამს ვამოწმებდი ზურგს უკან ვინმე ხვალ მომყვებოდა. ვწმუნდებოდი, რომ ის არ მომდევდა. ყველა მიმართულებით ვტრიალებდი, რომ არ გაეგო სად ვიყავი. და ეს არის მთელი ისტორია. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქალისთვის, ყოველთვის ფხიზლად იყო. და ლონდონში ცხოვრების განმავლობაში თავი არასოდეს მიგრძნია დაუცველად, დღევანდელ დღემდე. და ეს მართლაც ძალიან შემაშფოთებელია. არა იმის გამო, რომ არაფერი მომხდარა, უბრალოდ იმიტომ, რომ ეს საშინელება მოხდა. ეს გოგო ნამდვილი იღბლიანი ნაბიჯვარია, რომ არაფერი დაემართა. იღბლიანი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შეხედეთ, რას გადიან სხვა გოგონები, კარგი? რეალური ვიდეოები, სადაც მათ უთვალთვალებენ და აკვირდებიან. არ ფიქრობ. ჩვენ შევძლებთ. შემდეგ რამდენიმე წელიწადში. ფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას შემდეგ რამდენიმე წელიწადში. ბიჭები ამ ვიდეოში მას მიშტერებიან. ხო, მე სახლში მივდივარ. არა, მოდი რა თქვი.
ხო, მოდი ვაკოცოთ ერთმანეთს, ეგ გავიგონ. ამ ვიდეოში ეს გოგო შევითროებას განიცდის. 5 წუთში იქ ვიქნებით. გამარჯობა, როგორ ხარ? ხო, შენ როგორ ხარ? და შენ მე თავისუფალი, კარგი და სნეპი. ჩემი სნეპი გინდა? ვი. ცოტა ფრანგული გესმის? დიახ. მე მუსლიმი ვარ. კარგი. თავისუფალი ვარ. შენ ძალიან ლამაზი ხარ. კარგი. დიახ. არ მინდა შემაწუხებელი ვიყო, მაგრამ ძალიან არ მაინტერესებს. არა, სნეპი, დედა, დამირეკე ღამით 23 საათზე. ამ ბიჭი მიდის მასთან, ძირითადად ეუბნება, მე აქ არ ცხოვრობ, რადგან აშკარად აქ არ ცხოვრობ. მე მუსლიმი ვარ. ვფიქრობ ძალიან ლამაზი ხარ. მომეცი შენი კონტაქტი. და ის პასუხობს, მე ნამდვილად არ მინდა. არა. მომეცი შენი კონტაქტი. ეხლა ამ მომენტში ეს უბრალოდ თავაზიანი საუბარია უცნაურ ბიჭთან, რომელიც ბოლო 5 წუთია მისდევს მას, როგორც თავად ამბობს. მაგრამ ის არ აძლევს უფლებას უარი თქვას და წავიდეს. ის ამბობს, არა, მომეცი ეგ კონტაქტი. ეხლა წარმოიდგინე თავი ამ გოგოთ, რადგან ირგვლივ არავინ ჩანს. და არის ეს დიდი ბიჭი, რომელიც მეუბნება, მომეცი შენი კონტაქტი. როგორ ფიქრობ, რას გრძნობს ეს გოგო ამ მომენტში? რისთვის? მოდი ჩემთან სახლში, შეხედე საათს. არა, ბოდიში. არა, გთხოვ, სნეპი, კარგი, მე ძალიან კარგად გამოიყურები, ვერ ვიტყვი საპირისპიროს. ის ფსიქოტიკურია, რომ არ გარბის. მაგრამ ისევ, რა მოხდება თუ ის გადაწყვეტს გაეკიდოს? მას ვერ გაასწრებს. მაგრამ მე თავისუფალი არ ვარ. აჰა, მართლა. არც მე. მე მუსლიმი ვარ, აგენტის სახლში, ტელევიზორის სახლში, უყურე ღამით. ძალიან მიყვარს თეთრკანიანი ქალები. დიახ. მე შავკანიანი, თეთრკანიანი, სახლში ტელევიზორის ყურება, კარგი. არა, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. მე ძალიან არ მაინტერესებს. გთხოვთ, კალბატონო? არა, მართლა. კარგი. არ დღეს ვისურვებ. არა, სნაპი. არა. რა არის შენი სახელი? მე უცოლო, კეთილი, კარგი. ყველაფერი კარგად იქნება, არ ვარ დაინტერესებული ბოდიში. არა, კარგი, მადლობა, კარგ დღეს გისურვებთ. ისე გაუმართვა, რომ ესე დასრულდა ყველაფერი. ისე გაუმართვა, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს, არა ყველას, მაგრამ ბევრს ასეთი დასასრული არ აქვს, რომ უბრალოდ გადაიღოს და ჩაწეროს და ის წავიდეს. სხვათა შორის ის, რომ კამერაზე უხერხულად იქცეოდა და შენ ფიქრობდი, რას აკეთებს. შეიძლება სწორედ ეს გადაარჩინა, რადგან მისი სახე ძალიან კარგად იყო დაფიქსირებული და მან ეს ძალიან ნათლად აჩვენა, რაც საკმაოდ ჭკვიანურია. მართლა, მე არასდროს ყოფილვარ პარიზში სრულიად მარტო. მე ვარ სადგურზე სრულიად მარტო, ჩრდილოეთის სადგურზე. და ტიპო მართლა საშინელებაა, ყოველ 5 წუთში ერთხელ ვიღაც მაჩერებს და მაწუხებს. კიდევ ერთი გოგო მოვიდა ჩემთან, მეუბნება გადაადგილე შენი ჩანთა გთხოვ და ვეკითხები რატომ უნდა გადავწიო ჩანთა და მეუბნება იმიტომ რომ შარდია. და ერთი უსახკარო მოვიდა და ჩემს ჩანთაზე მოშარდა. არ ვიცი, მარტო ვარ და ასე შემდეგ. მეც უსახკაროდ მომიხსენიეს. ყოველ 2 წუთში ფულს მთხოვენ. მართლა უკვე აღარ შემიძლია. ძალიან ცუდად ვარ. სახლში დაბრუნება მინდა. იმედია ყვავილების ღონისძიება ამად მაინც ღირდეს. სხვა ამბავი. მოდი კიდევ ერთს მოვყვათ. ხალი რო ხარ და მშენებლობაში მუშაობ, გეუბნები ისე გექცევიან როგორც ნაგავს. თუ ადამიანებს იმ ქვეყნებიდან მოიყვან, სადაც ქალებს არ სცემენ პარტიულს, ქალებს არ აქვთ უფლება ილაპარაკონ, ქალებს არ აქვთ უფლება ასეთი სამუშაოები შეასრულონ. იმ წამსვე, როცა ისინი ბრიტანეთის მიწაზე ჩამოდიან, უთება შეიცვლიან აზრს და არ დაიწყებენ ქალებისადმი თავაზიანობას. მაგალითად, 4 ადამიანი მუშაობს კარიბთან, 3 უცხოელები არიან, 1 ბრიტანელია. მხოლოდ ბრიტანელი ბიჭია ის, ვინც დაინტერესდა, შეხედა ფურცელს და სახელით მომმართა. დანარჩენებისგან კი მხოლოდ ეი და გოგო და თითების კაპონი მომისმენია, რომ ყურადღება მიექცია ჩემთვის. მათთან ერთად მუშაობ და საერთოდ არ უსმენენ ჩემს სიტყვებს. თითქოს კედელს ველაპარაკებოდე. მაგრამ ეს უცხოელი ქალები არ არიან. არც გერმანელი კაცები ან სამხრეთ აფრიკელი მამაკაცი. ეს მესამე სამყაროს ქვეყნებიდან ჩამოსული კაცებია. გულწრფელად რომ თქვა, ნერვებს მიშლიან. უბრალოდ მინდა აქ მოვიდე, ჩემი საქმე გავაკეთო და გააშემომყოფებისგან პატივისცემა მივიღო. მაგრამ ამას ვერ ვიღებ. და ვერც იმას უბედავ, რომ ღამე ვუთხრა, რადგან მაშინ მიბრუნდებიან და რასისტს დამიძახებენ. რა თქმა უნდა, რასისტად გთვლიან, იმიტომ რომ რასისტი ხარ. აი, კიდევ მეტი ვიდეო მასალა. ხალი რომელმაც კარგი ქმარი იპოვა, შენ კი ქუჩაში დაიბადე. შენ ჩვენს თაობას ეძებ. შეგიძლია ამას თავი დაანებო. შენ მის ნაბიჯებს აპირე ფაურიო. მე ღმერთის სახელით ვაპარაკობ. Name of God.
ღმერთის სახელით ვლაპარაკობ, რომ კიდევ უფრო მეტად შეგაწუხო ქუჩაში. აქვს? არა, მოიცადე ერთი წუთით. მიყვარხარ, მაგრამ ეს კარგია. ეს ძუკნისთვისა. ძუკნა სტრატასთვის. ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. ყველაფერი. არ მინდა სურათის გადაღება, არ მინდა გავაკეთო ბოდიში. მაგრამ შენ მეხები და მე არ მინდა. და ასე რომ თუ გსურთ რომ თქვენს გოგონებს ესეთი გამოცდილება გქონდეთ, წადით ევროპაში. თუ გსურთ რომ შეგაწუხონ, თუ გსურთ რომ თავს დაგესხან, თუ გსურთ რომ დაუცველად იქცნოთ თავი, წადით ევროპაში. გმადლობთ რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.